გუშინ ორგანიზაცია ხიდების მშენებლების ინიციატივით ქალაქ პრინსტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დიდი ქართული შეკრება გაიმართა. ეს იყო ღონისძიება, რომელიც მხოლოდ საზეიმო ფორმატს არ ატარებდა, მის გარშემო თავიდანვე არსებობდა მოლოდინი, რომ ეს დღე ქართული დიასპორისთვის იქნებოდა არა მხოლოდ შეხვედრის, არამედ ქვეყნის მომავალზე საუბრის, ერთმანეთთან კავშირის გამყარებისა და საქართველოს დასავლური არჩევანის მხარდაჭერის სივრცე. პრინსტონში დაგეგმილი იყო პანელური დისკუსიები, უკრაინაში დაყოფილი ქართველი მებრძოლის კახათილიძის სახელობის ტურნირი და კულტურული პროგრამა, მაგრამ ამ შეკრებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევდა დღევანდელი კონტექსტი, როცა საქართველოში თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დასავლური კურსის დაცვა ყოველდღიური პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. საინტერესოა, როგორ ხედავს ამ პროცესს ქართული დიასპორა ამერიკაში, რა განწყობა იყო პრინსტონში და რა თქვეს იქ შეკრებილმა ქართველებმა, რამდენად იგრძნობოდა საერთო პასუხისმგებლობის განცდა და რა შთაბეჭდილება დატოვა ამ დღემ. ამაზე ახლა შეერთებული შტატებიდან გვერდება ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი გურამ როგავა. გურამ, მოგესალმები, მოგვიყევი უფრო მეტი გუშინ მაგ უკვე შემდგარ ღონისძიებასა და შეხვედრას. მოგესალმები გიორგი, მივესალმები ფორმულას მაყურებელს. დიდი ქართული შეკრება, ასეთი სახელწოდება ჰქონდა ამ ღონისძიებას, რომელიც პრინსტონში უკვე მეორედ იმართება. ეს შეკრება, რომელიც აერთიანებდა ადამიანებს, ვინც ხიდების მშენებლობაში მონაწილეობს, მაგრამ ამ ხიდების მშენებლობას აქვს იდეა, ხო? ამ ღონისძიებაზე ორგანიზატორები არ ეპატიჟებოდნენ იმ ადამიანებს, ვინც არიან მაგალითად რუსეთის მომხრეები, რუსული პოლიტიკის მხარდამჭერები, შესაბამისად ქართული ოცნების გულშემატკივრები. ეს იყო გაცხადებული პოზიცია. ზუსტად ამან გამოიწვია ორგანიზატორების მისამართით ძალიან დიდი აგრესია, ქართული ოცნების საცეცები, როგორც ჩანს, ემიგრაციაშიც ძალიან მძლავრია. სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენეს იმისთვის, რომ ეს შეკრება ყოფილიყო ცირერიცხოვანი და ორგანიზატორები ამას ღიად ამბობენ, რომ ნამდვილად მათი მოლოდინი არ გამართლდა, იყო ცოტა ხალხი, მაგრამ ამას ჰქონდა გიორგი ძალიან ბევრი ფაქტორი, გასათვალისწინებელი ფაქტორი, იყო დაშინების, სხვადასხვა დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მცდელობა და როგორც ჩანს, ამ მცდელობებს ჰქონდა შედეგი. სამწუხაროა, რომ ზეწოლის ბერკეტები ემიგრაციაშიც აქვს ივანიშვილის ოცნებას. იქ სხვადასხვა ჯგუფებში იწერებოდა, რომ ეს იყო მაგალითად ნაცების შეკრება, მაგალითად ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი ვარ, ასე მომიხსენიებს ოცნება თავის პროპაგანდისტულ მედიებში. ხო, აი ამ იარლიყის მიკრობით ცდილობენ ახლა ადამიანები დააკომპლექსონ, მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდნენ იქ ყოფი მოქალაქეები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც ამ ფაქტორების მიუხედავად მაინც შეძლეს მოსვლა და იყო ძალიან დიდი გულშემატკივრობის ემოცია და ჩვენ ნამდვილად მოგვიანებით ჩვენს Facebook-ზე გავაზიარებთ ამ კადრებს. ზაზა კორინთელი, ზუმბა იყო ჩვენთან ერთად, ნინი აირისი, ნიკა ჩოხელი, ტელეხიდი შედგა საქართველოში მყოფ მომღერლებს შორის. ეს იყო დასკვნითი ეპიზოდი, მაგრამ ამ ღონისძიების მთავარი იდეა, გიორგი, როგორც შენახსენე, არის დისკუსია, მსჯელობა, რა არის გამოსავლის გზები, როგორ უნდა დავიხსნათ რუსული კლანჭებისგან ჩვენ სამშობლო და ამ მიზნით გაიმართა არაერთი პანელური დისკუსია. შედგა ძალიან საინტერესო და ემოციური ფილმის ჩვენება კახათილიძის შესახებ, იყო ცრემლები, ამ ფილმს ესწრებოდა არაერთი მებრძოლი, მათ შორის აგვისტოს ომის მონაწილე, იყო თავად კახათილიძის ოჯახი, გიორგი ანწუხელიძის შვილი, ლევან ანწუხელიძე, ისინი ასევე მონაწილეობდნენ საფეხბურთო ტურნირში, რომელიც ატარებს კახათილიძის სახელს. უკრაინელებმა გადაიღეს მისი ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი. ეს იყო ფილმი, სადაც მე პირადად ემოციები ვერ შევიკავე, გიორგი, მართლა მთელი ფილმის განმავლობაში ცხარე ცრემლები პიროდი, ისევე როგორც სხვები და ჩვენ ახლა მუშაობთ უკრაინელებთან, რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რომ მოვიპოვოთ ამ ფილმის ჩვენების ნებართვა საქართველოში და თუ ფორმულა დაინტერესდება, დიდი სიამოვნებით, საინტერესო იყო. მართლაც ემოციური ფილმი იყო და ამ ფილმის ნახვის შემდეგ საერთოდ როგორ შეიძლება რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანმა ვერ გაბედოს ღონისძიებაზე მისვლა, სადაც ღიად ამბობენ იმ სიტყვებს, რასაც ლევან ლაუდაძე ამბობს ხოლმე და ის ყოველთვის ჩვენი მხარდამჭერი ამჯერად თბილისიდან ჩაგვერთო. ხო, აი ეს ცოტა შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის. ახლა რაც შეეხება დისკუსიას, რომელიც გაიმართა, ერთ-ერთი პანელური დისკუსია შეეხებოდა ზუსტად ამას, უკრაინის ომსა და ამ ომის საქართველოზე გავლენას, თუმცა ამას მიუბრუნდებით, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, შენი გადაცემის აქცენტი ეს არის, გიორგი,
პოლიციელების ქმედება, ეს იყო ერთ-ერთი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. ირაკლი შაიშმელაშვილმა, გედედეს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამერიკაში დააფუძნა მეუღლესთან ერთად ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით იმუშავებს და მას ჰქონდა საკუთარი ორგანიზაციის პრეზენტაცია ამ შეხვედრაზე და ირაკლი შაიშმელაშვილმა საკუთარი პოზიცია მოგვიანებით ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენთან ინტერვიუში გააზიარა. ის ამბობს, რომ მოჩვენებითია ის, რასაც ახლა თითქოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა ერქვას, რომ პოლიციელები დააკავეს. მისივე აღქმით და მისივე ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, რომ ეს კადრები ჩვენს კოლეგებს არ გადაიღოთ გორში, დააკავებდნენ არა პოლიციელებს, არამედ დააკავებდნენ სხვერპლს. ასე მოხდებოდა ეს და ასე ხდება მისი შეფასებით სისტემაში. მათ შორის როგორც ჩანს სხვერპლის მიმართ მუქარები გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ კარგულ ტრანსფორმაციას მისი ოჯახის წევრების საჯარო აქტივობის და განწყობების, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ მათი მიმართულებით მივმართავთ რაიმე ტიპის უკმაყოფილებას, იმიტომ რომ იმ გარემოსა და სიტუაციაში, რომელშიც დღეს საქართველოში ერთი რიგითი ადამიანის სისტემის წინაშე სრულიად დაუცველი არის, თავისთავად ცხადია, რომ კრიტიკისა და უკმაყოფილების ძირითადი მიმართულება უნდა იყოს სწორედ ამ სისტემის შემოქმედების მიმართ. მაგალითი, რომელიც არც არასოდეს შეშინებულ ხარ და ახლაც აქტიურად მუშაობ და არ შეშინდი და პირიქით გაორმაგებული ენერგიით და შემართებით ებრძვი ამ სისტემას. და ახლა რაღაცნაირად ემიგრაციაშიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ, როგორც ჩანს, აქაც ქართულ ოცნებას ძალიან მძლავრად აქვს საცეცები და აქვს გავლენის მოხდენის მექანიზმები. სამწუხაროდ მის ხელშია დიდი ფინანსური რესურსი მათ შორის და შანტაჟის გზით აქ ადგილობრივ ბიზნეს თუ სხვადასხვა მეწარმეს აშინებს. ეს ხდება, ამას მე ღიად ვიტყვი და ორგანიზატორები ილაპარაკებენ მოგვიანებით ასევე საკუთარ პლატფორმებზეც, რამ გამოიწვია ის შედეგი, რაც ჩვენ გუში ვნახეთ. რაც შეეხება ირაკლი შაიშმელაშვილის შეფასებას პოლიციის მოქმედებებთან დაკავშირებით, ის ამბობს, რომ ორ შაბათს, სამ შაბათს უკვე მომდევნო 2 დღის განმავლობაში მისი ინფორმაციით სავარაუდოდ მოხდება დიდი წმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუსტად აი ამ ფაქტების გამოძახილად და იმ ფასადის შესაქმნელად თითქოს აი ივანიშვილი ხედავს უსამართლობას და დაიჯებიან სისტემაში არსებული სხვადასხვა პირები, მაგრამ ჩვენ ასევე ვესაუბრეთ გიორგი მუხიგულაშვილს, ივანიშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრს, რომელიც ახლა ემიგრაციაშია და ის კონკრეტული მაგალითით გვიყვება, რატომ არის ეს ყველაფერი ტრიუკი, როგორც ივანიშვილს უყვარს. ამის თქმა, მოდით მოვისმინოთ ეს ვრცელი კომენტარები. რაც საზოგადოება მიხილა, ეს არის აისბერგის წვერვალი იმ დიდ ყინულში, რომელიც მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. არაერთი ფაქტი არის მომხდარი, რომელზეც თვითონ მოსახლეობა საუბრობდა ქუჩაში და არა მარტო ქუჩაში, პოლიციის განყოფილებებში, დაკავების წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ეგრეთ წოდებული ცნობილი გედედეს მიკროავტობუსებში და ასე შემდეგ. ანუ სისტემურ დანაშაულს ქმნის თვითონ რეჟიმი. რომ არა ის შემთხვევითი კადრები, რომელიც გადაიღეს და გავრცელდა, ამ ფაქტს არათუ გამოძიება მოყვებოდა, პირიქით დაზარალებული იქნებოდა დღეს გამოკეტილი ციხეში და ვერანაირი არგუმენტებით ამას ვერ დაამტკიცებდი. საპირისპიროს მიიღებდი, ამ ადამიანების დაკავება, ეს არის იძულებითი დაკავება. ამ ადამიანების დაკავების შემდგომ ამათან მე გარკვეული გარიგება წავა, გარკვეული შეთანხმება წავა. მე მეცაც გეტყვით გურამ. შესაძლოა ორ შაბათს, სამ შაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან დიდი წმენდა ნახოთ. რომელიც დაანონსებული არის. ამ გორის ფაქტთან დაკავშირებით. არ ვიცი ეს ძირითადი ინდიკატორი როგორც ჩანს გორი არის, მაგრამ უკვე დაანონსებული არის ძალიან დიდი წმენდა. მათ შორის არათუ გადაადგილება სამსახურებიდან გაუშვებენ. თუმცა საზოგადოებისთვის რა უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ ეს არ შეცვლის პროცესს, ხდებით, იმიტომ რომ ეს ზალადობრივი არქიტექტურა, რომელიც რეჟიმსაც შექმნილი აქვს, ისე უცვლელად დარჩება. სახელები და გვარები შეიცვლება და მიდგომა და დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ შეიცვლება. აქ რაზე არის საუბარი, რომ ჩვენი მოთხოვნა რა არის, რომ პოლიცია ემსახურებოდეს თავის მოქალაქეს და ის არ იყოს ინსტრუმენტი რეჟიმისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი არის დადგმული ფარსი. ისევე როგორც ის 5 სპეცრაზმელიც, რომელიც ჩერჩევით იყო
დაკავებული. ისევე როგორც ეს 6 პოლიციელი, რომელიც იძულებულები გახდნენ. რამდენი ესეთი პოლიციელი არის, რამდენი ესეთი ფაქტი არის, რამდენი უბრალოდ ამას საზოგადოებამ უნდა ქონდეს ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაგირება და პოზიცია ქონდა. ეს უნდა გაძლიერდეს ეს პოზიცია და მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ტელევიზორიდან რო უყურებენ ამ პროცესს კონფორმისტი ადამიანები, რომლებიცაც გონიათ, რომ ეს დაუსჯელობის სინდრომი მათ არ შეეხებათ. აი მათ კარს რომ მიუკაკუნებს აი ეს დაუსჯელობა და საკუთარ შვილზე რო გამოსდიან, საკუთარ ძმაზე, საკუთარ მეუღლეზე, მაშინ უკვე ძალიან გვიანი იქნება. იმიტომ რომ ბოლო ფაქტი რაც ტრაგიკული მოხდა და არა ამ შემთხვევაში არ იყო პოლიციელები ჩართული, ეს იყო გიგა ავალიანის მკვლელობა და ის პრევენცია, რასაც პოლიცია უნდა აკეთებს, ზუსტად ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს და არა დევნიდეს განსხვავებული შეხედულების მქონე საზოგადოებას. ჩვენ ვნახეთ ძალიან სასტიკი მეთოდები დარბეული ნაწამები და დასახიჩრებული ახალგაზრდები მათ შორის თქვენც და ჩვენ ვიხილეთ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო, რომლებიც ძალიან დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ და მათი ლიდერი იყო სულხან თამაზაშვილი, რომელიც დღეს მინისტრად მოგვევლინა და იცით როგორ არის ბიძინა ივანიშვილი მუდმივად არის იმის ფიქრში თუ როგორ გათელოს ქართველი კაცის ღირსება და ეს საკადრო პოლიტიკაც და ეს ზოგადი პოლიტიკაც საქართველოში მაგას ემსახურება, რომ მაქსიმალურად ქართველი კაცის თავმოყარეობა მიწასთან გაასწოროს, რომ აი მაგალითად კრიმინალი, ინერტული მასალების ქურდი და კრიმინალების ოჯახიდან წამოსული სულხან თამაზაშვილი დღეს მინისტრად დაგვინიშნეს, რომელიც წელიწადნახევრის წინ ახალგაზრდებს სცემდა. როდესაც პოლიციელები გამოყავთ და ახალგაზრდებს აცემინებენ და ასახიჩრებენ, ხო? იმ პოლიციელს ვერ მოსთხოვენ, რომ იცი რა არის, მოდი მე შენ რო გავარჯიშებ ქართველი ადამიანების, ქართველი საქართველოს მოქალაქეების ცემაში, მოდი იცი რა შემოვლაზე რო წახვალ, მაშინ არავის არ დაარტყა ხელი. ჩვენ ვხედავთ გორში იგივეს, რასაც აკეთებენ მაგალითად რუსთაველზე და ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით იმ დანაშაულებების შესახებ, რომლებიც ჩუმად ხდება. ხევიღა ეკლდა გორის ეპიზოდს, რო ყოფილიყო მაგალითად გირგულიანის ეპიზოდი, ისიც ცემეს, აწამეს და ის ადამიანი გარდაიცვალა. ძალიან ბევრი დანაშაული ხდება ისე, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ ამის შესახებ, მაგრამ გორის ეპიზოდი რითი განსხვავდებოდა ციხის კადრებში, როდესაც ჩვენ ვიხილეთ каранტინის დაშლის კადრები, ხო? რითი განსხვავდებოდა არაფრით, უბრალოდ იქ იყო 4 კედელში მოქცეული ის პატიმარი, რომელსაც 10 ადამიანი ურტყავდა, გორში ნანგრევებში შეყვანილი 2 ადამიანი, რომელსაც 12-15 პოლიციელი ურტყავდა და რითი განსხვავდება უკვე ეს ყველაფერი? რა ვიცი, აი მაყურებელიც დამეთანხმება, რომ არაფრით აღარ განსხვავდება უკვე. გაასწრეს ყველანაირი კუთხით. ჩვენ ქვეყანაში უკვე ვერ წარმოგვიდგენია რაღა უნდა მოხდეს მეტი, მაგრამ თურმე ხდება ყოველ კვირა, ყოველ თვე ხდება და რამდენი ადამიანი არის უსამართლოდ ნაცემი, დასჯილი იმის გულისთვის, რომ მაგ ადამიანებს არავინ არ გადაუღო, მაგ ადამიანებმა ვერ გადაიღეს, მაგ ადამიანებს არ ყავთ ძლიერი ოჯახის წევრები, რომ მათი თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის იბრძოლონ და დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში უკიდურესად საშიში მდგომარეობა, დღეს საქართველოში ქართველი ადამიანისთვის ქუჩაც საშიშია, პოლიციის განყოფილებაც საშიშია, პროკურატურაც საშიშია და ქოცის შვილიც საშიშია. და ამ პირობებში რაში სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი სამართლიანობის აღდგენა, ეგრეთ წოდებული გამოძიებები და დაკავებები, ისევ სისტემის წარმომადგენლებისა. ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ დიპლომატებს, მათ შორის კარლო კოპალეიშვილს, რომელიც ქართული ოცნების პირობებშიც იყო პროტოკოლის სამსახურის უფროსი და ხელმძღვანელი არაერთ უწყებაში, ის არის დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მისი ინფორმაციით ივანიშვილის ოცნება აქტიურ კომუნიკაციაშია ლობისტებთან, მიმდინარეობს დალაგების მცდელობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ შეიქმნას აი გადატვირთვის იმიტაცია მაინც, მაგრამ ის ვარაუდობს, რომ ეს ძალიან რთული მისაღწევი იქნება ივანიშვილისთვის. ასევე ვესაუბრეთ მამუკა კუდავას, ძალიან ცნობილ დიპლომატს, რომელმაც საკუთარი ხედვა გაგვიზიარა, რა ხდება მაშინ, როცა ირანს უახლოვდებით, რუსეთს უახლოვდებით და ვშორდებით ამერიკას. ეს არ არის უბრალოდ რაღაც პროცესი, რომელიც თავისით მიმდინარეობს, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილი. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ
მიზანმიმართულად ხდება კავშირების გაწყვეტა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა რიტორიკა არის ისეთი, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ფასადურად, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს იდეა ხალხში მაინც პოპულარულია ჯერ კიდევ და იმ რაღაც ელექტორატის ნაწილზე, რომელსაც არ აქვს ბოლომდე გააზრებული ეს რეალობა, ეს მაინც რაღაც დონეზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, არიან დარწმუნებული ვარ, არიან ლობისტები ჯგუფები, რომლებიც სპეციალურად ამაზე მუშაობენ ამ საკითხებზე, ისევ და ისევ საპასუხოდ ჩვენ ხედავთ, რომ არსებული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში, როგორც ამდენიმე დღის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავენ ქართველ ხალხს და იქ არსად არ არის ლაპარაკი კონკრეტულად რომელიმე თანამდებობის პირზე ან ხელისუფლებაზე. ეს არის ერთ-ერთი ღია ნიშანი, რომელთაც შეიძლება ყველაფრის ძალიან მკაფიოდ დანახვა. საქმით ჩანს, რომ ყოველდღიურად საქართველოს უფრო და უფრო შორს მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებიდან. იგივე ხდება ევროკავშირთან მიმართებაშიც. ევროკავშირი არის ფაქტობრივად გამოცხადებული მტრად, როგორც ყველა ვხედავთ, ქვეყანა მიდის უკან დიდი ნაბიჯებით. ეს არის დიდი სტრატეგიის ნაწილი და ეს დიდი სტრატეგიის ნაწილი მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ საბოლოოდ ჩამოშორდებით ევროკავშირს, მთელი ის ძალისხმევა, რომელიც ამერიკასთან საქართველოს ჰქონდა ამ წლების მანძილზე, ეს ყველაფერი გადაერთო ჩვენ მეზობელ სომხეთზე. მე გულით მინდა სომხეთს წარმატება უსურვო და მე მოხარული ვიქნებოდი, რომ ჩვენ ამ გზაზე ერთად ყოფილიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ორჯერ ჩატარდა ძალიან მაღალი ვიზიტი, მაღალი რანგის ვიზიტი ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლების სომხეთის რესპუბლიკაში, ეს იყო ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და ეს არის მარკო რუბიო. მაშინ, როდესაც საქართველოში ეს აქტივობები ფაქტიურად შეჩერებულია. იგივენაირად, როგორც არის შეჩერებული ნებისმიერიან, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობა, 90%, 95% იმ აქტივობების, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა საქართველოში ამ ეტაპამდე. ორი მხრივ არის ეს სანერვიულო. პირველი, როგორც სტრატეგიული პოზიცია საქართველოსი აღიქმება როგორც არადასავლური პოზიციის ნაწილი, არამედ იმპერია სახელმწიფოების პარტნიორის პოზიცია, როგორც არის დღეს ირანი, ხო? მეორე, პრაგმატული თვალსაზრისით ეს ძალიან ცუდია ჩვენთვის, იმიტომ რომ არა მხოლოდ ემიგრანტთა რაოდენობა იზრდება, არამედ ჩვენ გვაკლდება უამრავი ახალი ჯანსაღი, ლეგალური ინვესტიცია და შესაძლებლობები მცირდება თითოეული მცხოვრებისათვის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მომავალი მხოლოდ დასავლეთს უნდა ეკუთვნოდეს, თუ გვინდა რომ გქონდეს მომავალი მშვიდობიანი, სტაბილური და კარგად განჭვრეტადი. ეს არის რაც უბრალოდ ფორმულა, ერთადერთი ალბათ ფორმულა საქართველოს გადარჩენის, ისეთი ქვეყნის, როგორიც ჩვენ ვართ, ხო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. და ამ პირობებში, როცა საპირისპიროს აკეთებს ხელისუფლება, რომელმაც ასევე იცის ამ ფორმულის შესახებ, რა აიძულებს მას ამას? რითია განპირობებული ის ნაბიჯები, რასაც ახლა ოცნებად გავს? იმათ თავში რა ხდება? ჩამახედეთ, რომ ის რაზეც ახლა თქვენ ლაპარაკობთ, სიმართლეა. საქართველოს ხანაირად ვერ გადარჩა. არა, ეს უბრალოდ მეგობრები ყველა ავტოკრატიული რეჟიმის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ფუნდამენტური და აქედან გამომდინარეობს მათი ყველა ნაბიჯი ყველაფრის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ყველაფრის ხარჯზე. მათ გონიათ რომ ეს იქნება მუდმივი და გონიათ რომ ამითი გაიხანგრძლივებენ მათ ყოფნას არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ ყველა ბერკეტის ხელის ჩაგდება არის მათი მიზანი, ეკონომიკური, პოლიტიკური, განათლების, კულტურის სფეროში და ასე შემდეგ. ახალი ტიპის ქართველის აღზრდა უნდათ, როგორც ნახეთ, განათლების სისტემის აბსოლუტური დანგრევა მიმდინარეობს და მომავალში როგორი ქართველის აღზრდა უნდათ, არ ვიცი, ჰომო სოვიეტიკუსის თუ რაღაც ახალი ჰომო გეორგიანიკუსის, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავი ალბათ მაინც ის არის, რომ მათ გონიათ, რომ ეს მუდმივი იქნება. არა და ყველა ავტოკრატია და დიქტატურა არსებობს იმ დღემდე, სანამ აღმოჩნდება, რომ ის უკვე აღარ არსებობს. ასე რომ მე მაინც იმედიანი ვარ, იმიტომ რომ საქართველოს ერი, საზოგადოება ვერასდროს მოითმენს იმას დიდი ხნის განმავლობაში, რასაც არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი ზოგიერთი მეზობელი
ქვეყანა წლების თუ საუკუნეების განმავლობაში ითმენდა. ჩვენ ვარ ძალიან განათლებული, მზარდი და ოპტიმისტი ბუნებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი ხანი ასეთ რეჟიმებს ვერ მოვუთმეთ. მიუხედავად ურთულესი სიტუაციისა, როცა ასეთი გამოცდილი დიპლომატი მამუკა კუდავა მაინც ოპტიმისტურად ამთავრებს თავის ანალიზს, ალბათ ჩვენს ოპტიმისტები უნდა ვიყოთ. ეს არის კომენტარები, რომელიც სპეციალურად დროებისთვის ჩავწერე პრინსტონში ქართველების დიდ შეკრებაზე და ეს შეკრება ადრე თუ გვიან იქნება ძალიან დიდი და მასშტაბური და სწორედ ამ ორგანიზაციის მიზანი ეს არის, რომ ხელი შეუშალოს ჰომო სოვიეტიკუსის შექმნის იდეას და გააერთიანოს ხალხი მიუხედავად იმისა, რომ წნეხი იზრდება და შესაძლოა ეს ბარიერები, რომელსაც ახლა ამ ორგანიზაციას უქმნიან, გახდეს ასევე მოტივაცია ორგანიზატორებისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ნუ იმის გათვალისწინებით ამ ორგანიზაციაში როგორი ადამიანებიც არიან ჩართული და აგერ ახლა ბოლო ხანებში უკვე შენ ძალიან აქტიურად მონაწილეობ ამ პროცესებში, შენი პრინციპულობის, თანმიმდევრულობისა და ენერგიულობის გათვალისწინებით მეც მამუკა კუდავას ოპტიმიზმის, ასე ვთქვათ, არხზე და ლიანდაგზე გადავიდოდი დიდი სიამოვნებით. გურამ, დიდი მადლობა წარმატებას გისურვებ. შენს პირადად თავისთავად და ორგანიზაციას ხიდების მშენებლობა, ხო, ასე ქვია რა? ხიდების მშენებლები. ხიდების მშენებლები, კი ბატონო და მე დარწმუნებული ვარ, როგორც შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართება და ქართველი მიგრანტები, ბევრი ისეთ ადამიანს მოუყარიდა ახლა თვალი ჩემ შემდეგ სტუმართან ერთად, რომ წასულები თუ იყვნენ, ისიც კი არ ვიცოდით. მოკლედ ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი მოვიდა და მოკლედ ბოლოს გიორგი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ემიგრანტების გაერთიანებისთვის მუშაობს ეს ორგანიზაცია. ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს ევროკავშირში და ჩვენს პლატფორმაზე ხიდების მშენებლებზე ნახავთ მედია პროექტს, რომელსაც მე ვამზადებ ამ ორგანიზაციის. ბრილიანტი ქართველები, სადაც ძალიან მაგარ ქართველებს გაგაცნობ და ეს სერია გაგრძელდება, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ და პირადად მადლობა გურამ, რომ გულშემატკივართ. აბა დროებით გემშვიდობებით.